YouTube-ს გამომარჯოს მოგესალმებით ჩვენი არხის გამომწერებს ყველას და ჩვენი არხის მაყურებლებს. ვინც ჩვენი გამომწერი არ არის, მაგრამ ისე გვადევნებს თვალყურს ჩვენს არხს და უყურებს ჩვენს ვიდეოებს. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პროგრესის წარმოების ჩოკები, რომლებიც დღეს მივიღე. ეს არის ნეგატივი, ორი ცალი არის ნეგატივი, ანუ იგივე რასტრობი, რომელიც ცილინდრზე კიდე განიერია. პირობითად შეიძლება ვთქვათ, არის 6 ჭრილიანი, წრილები არ აქვს, მაგრამ ნეგატივი ზომით არის ცილინდრზე განიერი. და უფრო ახლოდან იწყებს საფანტის გაშლას, ეს არის პორტირებული, ანუ ნახრეტებიანი, უჟანგავი ფოლადით დამზადებული. წარმოებელი არის რუსეთი, რუსული წარმოების არის, მაგრამ ისინი გათვლილია მთელ რიგ თურქულ და იტალიურ მოდელებზე. როგორც არის თურქული ატადეო, ჰუგლუ ატროქსი, სტოგერი და ასე შემდეგ. ანუ რომელსაც აქვს ჩოკის ზომა, რომელსაც ქვია მობილი, ანუ მობილ ჩოკი, ანუ ეს ნაწილი 4 სანტიმეტრი ლულის გარეთ გამოდის, ხოლო დანარჩენი ჩამალულია ლულაში და მისი სიგრძე არის 5 სანტიმეტრი. ეს უშუალოდ რომელიც ლულაშია მოთავსებული ეს მანძილი და ხრახნი აქვს ზედ. ეს არის მობილ ჩოკის სტანდარტი. ეხლა არმსამ ფენომაზე ესენი არ მიდის, კიდე რომელიღაცა მოდელებზე არ მიდის, რეტა იმასაიმარაზეც არ მიდის. რო გაზომოთ და მოხსნით თქვენი თოფის ჩოკს, უნდა იყოს რაც ქართულად მოყვა, ესეთი უნდა იყოს რა ერთი სიტყვით, 5 სანტიმეტრი ხრახნი ზემოთ, ეს არის მობილ ჩოკის სტანდარტი. ჩვენ ამ ნეგატივის, ანუ იგივე რასტრობის საცდელი სროლები გქონდა ჩვენს არხზე, ვიდეოც გადაღებულია, რამოდენიმე ვიდეოს უკან არის, შეგიძლიათ ნახოთ, როგორი შედეგი აქვს, ატანეოთი ხდებოდა საფანტის გასროლა სამიზნეზე, როგორი განაწილება, როგორი დაფარვა აქვს და ვინც იცის მიხვდება რაზეა საუბარი. საკმაოდ კარგი ნამუშევარია, უმაღლესი ხარისხის, ეს თეთრი არის უჟანგავი. ანუ ეს მივიღეთ 2 ცალი გვაქვს. შემდეგ ესეთი ნაჭდებებიანი, ანუ ნარეზიანი, ასე ვთქვათ, ეს არის უკვე პარადოქსი. პარადოქსიც გვაქვს 2 ცალი, მობილ ჩოკი აწერია პარადოქსი. ეს არის განკუთვნილი ტყვის, ანუ იგივე ჟაკანის სასროლად, რომელსაც აქვს სარტყელები. თუმცა საფანტსაცისური ანამით და საკმაოდ წარმატებით კონტეინერს ესეც აზიანებს და ხევს ამბობენ. ჩვენ გქონდა მე და ირაკლის ამ ჩოკით საცდელის სროლები გრიზლის ტყვიების და ეგ ვიდეოც არის ჩვენს არხზე. საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა ამ გრიზლის ტყვიებით სროლასაც. ესეც 2 ცალი გვაქვს. და სიახლე გვაქვს ასეთი, ესეც იგივე ზომა ყველა მობილ ჩოკია ესენი, როგორც უკვე გითხარით. ეს 5 სანტიმეტრი ხრახნი ზემოთ. ეს არის უკვე ნახეთ პარადოქსის ექსტრა ფული, ანუ 1.25 მიასედი შევიწროებით, ანუ 1 ჭრილიანზე კიდე უფრო ვიწროა. ეს ვინც არიან, შორს მსროლელები და შორმანძილებზე ვინც ისვრის. მე საერთოდ არ მივესალმები ხოლმე ძალიან შორმანძილზე სროლას. საფანტის, მაგრამ არის ახლა როგორც საუბრებიდან ვიცი, რომ ზოგჯერ ისეთი შემთხვევა არის, რომ არც ახლოს მოდის, არც ახლოს გიშვებს და ხალხს უწევს ხოლმე მონადირეებს, ხშირად უწევთ ხოლმე საკმაოდ შორმანძილზე სროლა. ესეც არის ნახრეტებიანი, პორტირებული ესეთი ზომა.
1.25 შევიწროებით. საკმაოდ ისეთი მჭიდრო შევიწროება, ანუ ამით რა თქმა უნდა ჟაკანი და კარტეჩის სროლა მიზანშეწონილი არ არის. იმიტომ რომ ძალიან ესეთი მკვეთრი შევიწროება აქვს. ალბათ მოვახერხებთ და ამითიც გვექნება სროლები. ეს კარგია როგორც წვრილ, ასევე საშუალო ზომის საფანზე, მე მგონი 3-4 ნომრის ჩათვლით და უფრო ქვემოთ 5, 6, 7, 8 და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ ისეთი მჭიდრო დაჯგუფება აქვს აქედან ამ ჩოკიდან ნასროლ საფანს და როგორც უკვე გითხარით, ძალიან შორ მანძილზე არის. ძალიან შორი მანძილი როგორ 45 პლუსი რა შეიძლება ასე ითქვას 50-55 მეტრი. 100 მეტრზე ამით ვერ გაიცვლი რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე ითვლება რომ 45 მეტრის 40-45 მეტრის იქით უკვე შორი მანძილი ითვლება. ეს მშვენივრად არის დამუშავებული, ეს შავი მეტალის, რომელიც შიგნიდან არის ხრომირებულები, ისევე როგორც პარადოქსი. ასევე შავი დაფარვა, ეგრეთ წოდებული ვარანინია, რომელსაც აქვს, შიგნიდან ყველა არის ხრომირებული. ძალიან კარგი დამუშავება აქვს და ძალიან კარგი ნაწარმი არის. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, მქონია ამ ჩოკებთან შეხება. ამ ორზე ვიდეოც გვიდევს ნეგატივზე და პარადოქსზე და ამასაც ალბათ მალე გადავიღებთ. ეს შეკვეთილია უკვე თავის პატრონს ელოდება. ხოდა ვნახავდათ ჩემ თოფზე როგორ მოერგებაო, მე იმის მიხედვით გადავწყვეტო და ჩემ თოფზე ატანეულზე რომ მორგებულია ეს ვიცი 100%-ით და ძალიან კმაყოფილი ვარ ამის შედეგით. ასე რომ სურვილის შემთხვევაში თუ ამას წაიღებენ, მე კიდე იქნება შეკვეთის და ჩამოტანის საშუალება. ფასებზე ახლა აქ არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ YouTube-ზე ესე ყიდვა-გაყიდვას არ მიესალმებიან და შეიძლება გაფრთხილებაც მიიღოს ამასთან დაკავშირებით არხმა. ასე რომ სათაურის ქვევით აღწერილობაში, ვიდეოს აღწერაში იქნება ჩემი მესენჯერი მითითებული. მესენჯერს ქვია ატანეო და გადმოხვალთ მე მესენჯერზე და ფასებზე და ჩამოტანის ვადებზე მე სურვილის შემთხვევაში დავილაპარაკებთ. ესენი არის. მარაგში ეს ორი რიცალი გვაქვს და ეს თუ გაიყიდა კიდე ხო არის კიდე სხვა ნომრები 5 ჭრილიანი, 4-იანი, 3-იანი, 2-იანი, 1-იანი. ეს არის ისე თქმაც მინდოდა რაც მივიღეთ დღეს. ისეთ ლამას ტუბუსებში დევს. ჩავალაგებთ ისევ თავის ადგილას ამას. როგორც მივიღეთ და როგორც ჩამოვიდა. თითქოს ამინდები გამოდის და მალე ალბათ გავალთ სასრულად. დღეს დავაკვირდები კიდე ცოტა სველი იყო. ეს ადგილი ატალახებული და წესით დღეს და მაქსიმუმ ალბათ ხვალ უნდა ააშროს სულ და გავალ და გადავიღებთ ამ ვიდეოსაც. აბა დროებით არ მოიწყინოთ, ვიყურეთ, არხი გამოიწერეთ და უყურეთ ჩვენ ახს და დარჩით ჩვენთან ერთად. დროებით კარგად იყავით.